აი დაგიბრუნდი და დღეს იქნება ეს ზარები რაღაც როგორი ისე უჩვევლე ეთერი იქნება რომ მოძღვარი იქნება თან გვიპასუხებს მოძღვარიც და თან კიდე რაღაცნაირად იქნებ დამეხმარო ცოტა რთული არის მამაოსთან ესეთი საუბარი და თან 1 საათი და ეხა 2 საათი როგორი არის და მადლობა მამო ამას ხუმრობ რა თქმა უნდა და მამო ეხა ძირითადი პრობლემა რაც ადამიანმა უნდა გამოასწოროს ხა ზარებიც მიახლოებით ხვდებით ხო ეხლა ის რო არ უნდა იკითხოთ ეხა ჩინეთში და იმაში ომი რატო არიან რაღაცა რაზეც უნდა დასვათ კითხვები მიახლოებით იცით ალბათ და მოძღვარ შეგიძლიათ დაუსვათ აუცილებლად და შემოუშვებთ ზარებს და ძალიან საინტერესო ხალხს შორის კაი აი ეგრევე ზარი არის მამო სანამ დავიწყებთ გისმენთ გისმენთ ალო გისმენთ იოგი გამარჯობა გამარჯობათ გაიხარეთ ორივე დავდები მამა გიორგი გიორგი დავდები then გემართონებს გულში და სულში კერო დაგინახავ დული მომეწადება ინტერესებს ფაზი მეცემა დიდი მადლობა გენაცვალეთ თქვენ უღრმესი გენ გამგოს ეცოეთ კენიკიმას ბიჯი დიდი მადლობა შემოგევლეთ უღრმესი მადლობა აი ესეთი ხალხი არის მამაო ვინც აი მართლა ვიზეც დგას ეს ქვეყანა და მადლობა დიდი აი იმ სტიმულისაც ადამიანს ჭირდება სტიმული აწეღან რო ამბობდი თქვენ მამაო აი რაც არ უნდა იყოს რაც არ უნდა გინცნობადი ვინც არ უნდა იყო ხო უცბად რაღაცა მომენტი დაგჭირდება რომ ნებისმიერი ადამიანი აი ზარი მამაო თქვენზე არ წყდება ზარები ძალიან უყარხართ ხალხს რა გისმენთ ალო გისმენთ გამარჯობა გამარჯობათ და გამარჯობა დაგლოცოთ ღმერთმა გიორგი ორი ძალიან მეყარხართ ვინ უფრო გიყვართ რა თქმა უნდა შენ მამაო მიდარ გიორგი თქვენთან და ერთი მამაო გიორგისთან შეიძლება მართლა დიახ ორივე ერთ შეკითხვა თქვენ და გისვამთან თქვენ ყავდათ მოწვეული მოძღვარი დიახ და იმასთან საუბარში თქვით რომ ახალგაზრდა ქალბატონი სიმსივნით დაავადებული გულში იხუტებდაო მამა პაისის ქუდსაო და დიახ იმედი გქონდა რომ გამოჯამრთელდებოდ მე ავაცვალ და ეს ქუდი მამა პაისის ქუდი საქართველოშია რომელიმე ტაძარშია შეიძლება რომ მეც მივიდე ან ხელი შევახო თავი ფოტოებში რა ვიცი აბა მადლობა დიდი ეს თქვენთან შეკითხვა დიახ მამაოსაც დიახ მამა გიორგისთანაც დავსვამ შეკითხვას კარგი დიახ პირიქით ხო უცბად რომ დიახ ჯერ შენ უპასუხე გიორგი თქვენთან იყო შეკითხვა ეგ შენთან იყო შეკითხვა და დიახ თქვით მამა გიორგი თქვენს გადაცემას უსმენ ახლა სანამ შესანება იქნებოდა გისმენდით და შურზე იყო დიახ საერთოდ არა ვარ ბუნებით შურიანი ადამიანი უფრო მეშურნე ხომ მომგულები ჩანსხოთ მეშურნეობა და შურს და აი ადამიანი როცა მთელი ცხოვრება რაღაცისთვის იბრძვის და არ გამოსდის და გაიხედავს და სხვაგვარად თაფქიბრძოდა აცუნდოდა იმას შეიძლება უნდოდა მაგრამ ძალიან ძველ არ უნდოდა რომ გამოვა არ უნდა შექცულდეს და თუ არ უნდა შექცულდეს მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ მადლობა ძალიან დიდი სხვა შეს ეკითხვა მეც დავსვი მამა ჯერ შენ უპასუხე და მე შეკითხვა ქუდი სამწუხაროდ ჩვენ და მემათხო ეს სპაისის ქუდი პირადად საბერძნეთიდან და სამწუხაროდ ჩვენ და აღარ არის იმიტომ რომ სწრაფად მოითხოვეს 2 კვირა სადღაც დამქონდა ძალიან ბევრ ადგილას ქონდა და როგორი ის არის იცით შეიძლება რომ სამშაბათობით მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან არის ხოლმე პარაკლისები 3 საათზე სადაც ძალიან ბევრი წმინდა ნაწილია იგივენაირი და შეგიძლიათ რომ მიბრძანეთ თუმცა ქუდი პაისის პირადად აღარ არის მაგრამ ძალიან ბევრი წმინდა გიორგიდან მოყოლებული ძალიან დიდი წმინდა ნაწილები აქვს და მაგარ ლოცვებს კითხულობს ისეც რომელიც კურნავს ძალიან ბევრ ადამიანს და შეგიძლიათ რომ მიბრძანეთ სამშაბათობით არის 3 საათზე ხოლმე იოსებიძეზე არის წმინდა გიორგის ტაძარი და მამაო მეც კითხეთ ეგ სხვათა შორის რომ როცა შენ გეკუთვნის და შენზე არ მოდის ეს
და ვიღაცაზე მოდის, აი მაგალითად ხო ყოფილა რომ შენი ოროსანი კლასელი არ გამოუძახებიათ ან გამოიძახის და იმას 5-იანი დაუწერის და შენ კარგად გწოდნია და შენ დაგჩაგრის და 2-იანი დაგიწერის. ნუ ვიღაცას ის ესიმპათიურებოდა რა. როგორც ხდება ქართული ამბავი რა, ნაცნობი ყავს მოაწყო, შენ არ ყავს ნაცნობი არ მოგაწყო რა. არა გიორგიცი, აი დიახ. მოდი სკოლა გავიხსენოთ. დააგვიანე შენს და დააგვიანა სხვამაც. დიახ. მაგრამ ის პედაგოგის შვილი. ხო, მასწავლებელმა დაგსაჯა შენ და მას იმანაც რო დააგვიანა ეს მე მგონი არც კაცურია და არც ქრისტიანული. არა, შენ უბრალოდ ფიქრობ, არა, გავიგე, მე თქვა თუ ცდილობდა არ მემართება ხელი სხვას, რატო უნდა თქვა რომ აი ღმერთო მე რატო არ მიმართავ ხელს და იმას რატო უმართავ, ხო? ღმერთს ყველა ჩვენთაგანთან აქვს პიროვნული დამოკიდებულება. შეიძლება შენ ამ ეტაპზე არ მოგიმართა ხელი, იმიტომ რომ შენთვის რო ხელი მოემართა, შენ გაყოყოჩდებოდი, ამ პარტავნებას ჩავარდებოდი და შეიძლება დაგეღუპა შენი თავი. ის შედარებით თავდაბალი ადამიანია და მას უფრო მოუმართა ხელი და იცის რომ ის თავისი თავდაბლობით ანუ რა მინდა თქვა რომ ერთი ტალანტი მოგცა შენ და იმას ორი შენთვის რომ ორი მოეცა ვერ გაუფრთხილდებოდით იმას მისცა ორი და ის წარმატებული გახდა და ჯეროდა ღმერთს აი თიხა მეკოთნეს ხო ვერ ეტყვისო რომ რატო გამეკეთე აქედან მე ყურიო პავლე მოციქული ამბობს ამას რომ იმ ადამიანში რა ხდება ღმერთმა იცის და მას მისცა გარკვეული წარმატება რომ იმ წარმატებით არ დაშორდება ღმერთს და ამ პარტავნებაში არ ჩავარდება მაგრამ ამ ეტაპზე რომ შენთვისაც მოეცა წარმატება შენ შეიძლება დაშორებული ყავი ღმერთს და დაგეყופה შენი თავიც ნებისმიერი რამე გიორგი ფეხბურთი იქნება ანუ სპორტი თეატრი იქნება ესტრადა იქნება თუ მეცნიერება იქნება თუ მე ის ტალანტები მაშორებს ღმერთს არ მჭირდება რა საერთოდ არაფრად არ მეღირს არაფერი და შეიძლება მაგალითად ხუჩა კვარაცხელია ხო ძალიან ცნობილია და წარმატებულია მაგრამ ისეთი თავდაბალი იყოს რომ შენ ამდროს ვიღაც რიგითი ფეხბურთელი ხარ და თქვა რომ მე იმაზე მეც ვარჯიშობ იმაზე მეტად ნიჭიერი ვარ და რატომ მე არა ვარ ასეთი წარმატებული ვარ იცის ღმერთმა რომ შენ რო წარმატებული გაგხადო საერთოდ დაკარგა ღმერთს და შეიძლება ძალიან თავში აგივარდეს ეს ჩემი გადასახედიდან ვსაუბრობ კი იგივე მოძღვრის პოპულარობა თქვა თუ აი შეიძლება იყოს ძალიან ცნობილი მოძღვრი ისეთი უბრალოდ თავდაბალი იყოს და შენ იბოღმები რომ რატომ მე არა ვარ ასეთი ცნობილი რატომ მე არ მიწვევენ ტელევიზიებში და რატომ მე არ უყვარვარ სულ ყველას მაგრამ გიფრთხილდება შენ ღმერთი გიფრთხილდება რომ შენ რო ოდნავ პოპულარული და ცნობადი მოძღვარი გახდე შეიძლება საერთოდ მე ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდე უფალმა იცის რა ვის უნდა რა დროს რაში მოუმართოს ხელი ამიტომ თუ რაღაცაში ხელი არ მემართება თქვი რომ რატომ გონიათ გიორგი რომ როცა გემართება ხელი ის უფლისნება და როცა არ გემართება ხელი ის აი მაგალითად გოგონა გიყვარს და არ შედგა ოჯახი იმასთან თქვი რომ უფლისნება არ იყო ხო და თუ ხელი მოგემართებოდა უფლისნებაა და გიხარია და თუ არ მოგემართა ხელი ისიც უნდა გიხარდეს რომ ეთყობა არ იყო უფლისნება ამ ადამიანთან მე რო ოჯახი შემექმნა თუ მორწმუნე ხარ ასე უნდა იფიქრო ისიც თუ მორწმუნე ხარ და ხედავ რომ ძალიან ღვთისმოშიში ხარ ბევრს რომ მაგრამ არ გემართება ხელი თქვი რომ ეთყობა ასია საჭირო მე ღმერთმა ერთ ტალანტზე გამაჩერა გამაჩერა იმიტომ რომ შეიძლება დავიღუპო და შენთვის რა საქმე მნიშვნელობა გიორგი დაიღუპო და წარმატებული იყო თუ წარუმატებელი იყო და ცხონდე აი ნახეთ მამა მე რას ვფიქრობ აი ამ შემთხვევაში მაშინ მეც აი შენ პირადი აზრი ისეთი ხო ისეთი სადაო საკითხი არის იმიტომ რომ ამ ქვეყნად მართლა ტიპებს უმართლებს სულიერად ასეა და ეხლა რატო არ მემართება ხელი და რაღაცა დიახ იცით რას ვფიქრობ არა აქ რას ვფიქრობ იცი როცა ადამიანი იჩაგრება რა მართლა რეალურად ხო თქვენ არ იცი არ გიგია თუ საქართველოში ხარ მართლა ნაცნობობით ხდება და ვიღაცას არ ეკუთვნის და ის ხდება თანადოების პირ და ვისაც ეკუთვნის ის არ ხდება და ბოლოს რა არის შედეგი რა არის ნახეთ მამა აი მე რას ვფიქრობ ამის გადასატანად რა არის კარგი იმიტომ რომ ბევრ ადგილას ეხა მეც და ყველა ალბათ თქვენც და რამდენი ადამიანი დაჩაგრულა ხო ამ ხრი მაგრამ ნახეთ რა არის მამა რომ საერთოდ დაჩაგვრა ძლიერ ადამიანებზე მოდის რა ისა რომ ვინც გადაიტანს იმაზე ეშვება. ესე იგი რომ პიროვნება ხარ და გებძვიან ხო. ძლიერი ხარ რა ესე იგი. ვერ გიტანენ დაქცინი არა. შურთ, ესე იგი ძლიერი პიროვნება. თან რა არის თმამაო ის არის რა ქვია. მეორე მომენტი რა არის ჩვენ ამ ქვეყნიურ ეს არის ამ ქვეყნიური აზროვნება. რას ქვია ამ ქვეყნიერნად ვინ არ დაჩაგრულა ვინც ჩვენთვის ავტორიტეტია.
აი ზეცაში ვინც ავტორიტეტია, ვინ არ დაიჩაგრა. მე ესე უყურებ, მამო, ამას რომ ამ ქვეყნად მე მგონი თქვენც მოგეწონათ, ხო ეხა ის რაც თქვი. ერთი იგავი ის როგორ თქვია? რა არის ღვთის სამართალი და რა არის ადამიანის სამართალი? ეკითხებიან, ბერპაის თქვათ, არ მახსოვს, თქვათ არის ბერპაის. როდესაც არის 10 ქლიავი და ვართ ორნი. 5 შენ და 5 მე ეს სამართლიანია და 8 მე და 2 შენ. რომელი არის ღვთის სამართალი და ადამიანის სამართალი? ალბათ შეგიძლია რომ იპასუხო. 8 მე და შენ ვართ და გვაქვს 10 ქლიავი. 10-დან 8 თქვენ აიღეთ და 2 მე. 5 მე და 5 შენ. ვინ ყოფს? ეგ სამართლიანია? ვინ ყოფს? ვინ, მამო? ჩვენ. თქვენ ყოფთ ეგრე რომ აი მე შენ გითხარი გიორგი, 5 შენ და 5 მე. ხო. და მე მეორეზე გითხარი, 2 შენ და 8 მე. რომელია ღვთის სამართალი აქ? ღვთის სამართალი ჩემი წოდების გამო სასჯელად მე 2 მე გქონდა. სასჯელად არა. თქვენ 8. რომელია აქ ღვთის სამართალი? 5 შენ და 5 მე. 2 ღვთის სამართალია. არა. თუ მინდობილი ხარ ღმერთზე ეგრე. არა. ღვთის სამართალი, ადამიანური სამართალი არის ზუსტად 5 შენ და 5 მე. ხო. მაგრამ ღვთის სამართალი რა არის? იცი რომ გიო მე ქლიავი არ მიყვარს რა, მაინც და მაინც და მოდი 8 შენ და 2 მე. ეს არის ღვთის სამართალი. რომელიც ჩანს უსამართლოდ. წეღან და მაგით. არა, შენ მოგეცი 8. ეს ჩანს უსამართლოდ, არა, რა თქვია 8 შენ და 2 მე. მაგრამ მე გეუბნები რომ არ მიყვარს რა ქლიავი და 8 შენ გაძლევ. 2-ს მე ვიტოვებ ხათრით. ეს არის ღვთის სამართალი და 5 შენ და 5 მე ზუსტად. და არ მიყვარს ქლიავი და არ მინდა მე 5 ქლიავი. საერო სამართალი და ღვთის სამართალი ძალიან შორს არის და ეს ჩანს უსამართლობად, გამიგე? და ამიტომ არის რომ ცოტა უცნაურია ღვთის სამართალი. რას ქვია 8 მამა გიორგის და 2 გიორგის ან პირიქით, ხო? ეს უსამართლო ჩანს, მაგრამ მე რო გეტყვი რომ არ მიყვარს რა მე ქლიავი და შენ გაძლევ. აი ეს არის ღვთის სამართალი. ხო, მაგრამ მამო თავის აი საერთოდ როგორ არის იცით იმათ, ხო იცით ხე მე მამო მიყვარს, ანუ მაინც ეს გადაცემა უფრო კარგი ყოფილა. ხო, ძალიან მაგარია რა ის არის ყოველთვის უნდა შემო. როგორ ის არის იცით მამო, ჯერ უნდა გაიყოს. აი სწორად, იმიტომ რომ მე რო არ დავიჯერო რომ მე მეკუთვნის. თქვენ რო არ გიყვართ ეს ჩემთვის მნიშვნელობა მაგას არ აქვს. მე ღმერთი მკითხავს რომ შენ რო არ რატო დაიტოვე? იმას ხო არ დაუწყებ ღმერთს რომ იცი არის მამაოს არ უყვარს და 3 მოვაკელი, არა. ჯერ უნდა გაიყოს 5-5-ზე და მე თქვენ უნდა მომცეთ 3 რომ მე მაინც ვერ ვჭანდო. მოდი რა 3 აი. აი ეს არის ყველაზე ადამიანური სამართალი. ეგრევე რო არ ვავიღო და შენ არ გიყვარს. ადამიანური სამართლით აღარ მიდის მსჯელობა, პირდაპირ იყოფა შუაზე და დამთავრდა. მაგრამ ღვთაებრივი სამართლით მე ვიძახი ეს ხო უსამართლობაა. იმ კაცს ქლიავი უყვარს და მეც მოგცე, ანუ მეტია ღვთის სამართალი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ადამიანური. ამაზეა გიორგი საუბარი. ანუ ადამიანური ყოფს პირდაპირ და საკამათო იქ არაფერი აღარ არის და ღვთაებრივი სამართალი ძახს, კი, გეკუთვნის 5 შენ და 5 მე, მაგრამ გითმობ. გესმით? მოდი ზარი შემოუშვათ მომ. გისმენთ? მამაო, ბატონო. მამაო, შემოგევლეთ სულ ყველას. არავინ არ ვიცით რა სამართალი რა არის ღვთის რა. ცოტა დაფიქრება გვჭირდება რა. საინტერესო სამართალი ერთია, რომ გაჭირებულ ადამიანს გვერდზე უნდა დაუდგე რა. მე რა იცი რომ ნახე არავინ არ ვიცითო და უცბად ამბობ ღვთის სამართალი რა არის. ნახეთ თქვენ ამბობთ რომ არ ვიცითო და უცბად დებთ დასკვნას რა არის სამართალი. დახმარება ერთი წამით რა, ერთი. გიორგი, დიახ, მოусმინე. მე ხوار გაწყვეტინება რა ლაპარაკს. ღვთის სამართალი არის სიკეთე რა. ამას იოსე ქრისტე თავის ცხოვრება გადაგებ 33 წელი ბავშვს არ ვიცახი. ხო და ცოტა რთულია რა ეს თემა რა. თქვენ შემოგევლოთ, ჩემი თავი მაგრამ მიყვარხართ. ამას ძალიან ჩაფიქრება უნდა რა. დიახ, ჩავფიქრდეთ, კარგად ჩავფიქრდეთ და მე მივხვდებით. ყველას ძალიან ჩაფიქრება უნდა. თქვენ მრევლი ბრძანდებით თვითონ? ალო. მრევლი ბრძანდებით თვითონ? დიახ. რომელი ეკლესიის თუ არ არის დასამალი? დიახ. ზურავად. ზურა? 100,000 მოწამეთა. ხო. ჩიკოვანი. ხო, კარგი. მისაღებია ამ ადამიანის აზრი, გავითვალ ჩავფიქრდეთ, ვიფიქროთ და მე თქვენ ჩავფიქრდით ჩვენს ნათქვამზე, რომელიც ბერმა პაისმა თქვა და ჩვენ ჩავფიქრდებით თქვენს ნათქვამზე და მე მიხვდებით, რომ წმინდანებს უნდა მოусმინოთ. ხო, და როგორ არის იცით აი ნახეთ რა არის ჩვენ ხო კონკრეტული მაგალითები მოყვავს და იქ რა არის მართალი და რა არ არის. აი ეს რო არ ვიცითო და მე რო პასუხდებ რომ შენ რასაც ამბობ ის არის სამართალი, აი აქ მაგარი ისა ავარია მოხდა.
ავარიაა ეგ. ჩემო კარგო ადამიანო და რა ვიცი, გასაგებია ამ კაცის ადრე პატივისცემ. მე პატივს გცემ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მამა ლუკა იქნა ჩემთვის დასაფასებელი კაცი არის და ბევრი მაგარი მოძღვარი არის. ან მან და მადლობა და ზარი არის ეთერში და ბედნიერი იყავი სულ. გისმენთ? ალო, გისმენთ, დიახ. გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, რომ ასეთი შესანიშნავი მამაოები მოყავს. ეს არის ერთ-ერთი უსაყვარლესი მამაო ჩემთვის. ძალიან კარგი მამაოები მოყავს, მაგრამ მამა გიორგი განსაკუთრებით მიყვარს. იმიტომ რომ ყოველთვის იმათლის ლაპარაკობს და არის უაღრეს და თავდაბალი და ძალიან აი არ ვიცი რა საყვარელი და კეთილშობილი ადამიანი ძალიან მიყვარს და ძალიან გული მწყდება რომ ძალიან შორს ცხოვრობ და მიციმრევლი არა ვარ. იცით მე მამა გიორგის მინდა ვკითხო. მამა გიორგი იქნებ ძალიან კარგი იქნებოდა თუ 90-იან წლებში დაწყებით კლასებში და საერთოდ სკოლებში მამაოები ხშირად დადიოდნენ. აკურთხებდნენ სკოლებს. გაკვეთილები იწყებოდა მამაო ჩვენოთი. ხშირად დადიოდნენ უნივერსიტეტებში მამაოები და დასმულ შეკითხვებზე სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებზე ლექტორების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხს სცემდნენ. ძალიან ხშირი იყო აი ესეთი ვიზიტები და სტუმრობები ეკლესიებში, სკოლებში და მე ძალიან კარგად მახსოვს რომ მაშინ ახალგაზრდობა აი შეიძლება ბუნიკი იყო ეკლესიებში, მხოლოდ დიდი მრევლი იყო და ძალიან კეთილშობილებით გამოირჩეოდა მაშინდელი ახალგაზრდობა. კარგი, მალე იმას ქენთ, ხო. მიუხედავად იმისა რომ არჩუკი იყო, აკაზი იყო და ძალიან კარგად გახსოვთ თქვენ რომ პურის კი არ ქონდათ ხალხ და პურის რიგებში ხალხი მადლობა მესმის ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ნუ კარგი იყო და იქნება კიდე ალბათ იმედია, ხო? პირველ რიგში მადლობა მოვახსენოთ ამ ქალბატონს ამ თბილი სიტყვებისთვის. იყო ნამდვილად ქალბატონო ასე და თქვენ შეიძლება არ იცით, უკვე საპატრიარქო მოამზადა 100-მდე მოძღვარი და სექტემბრიდან ისინი უკვე სკოლებში შევლენ. და სამწუხაროდ ერთი პრობლემა იყო ის, რომ მაშინ კადრი არ ყავდა ეკლესიას და მაპატიეთ და ხაზვის მასწავლებელი ხდებოდა რელიგიის მასწავლებელი. ეხლა ხაზვის მასწავლებელს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ რომ არ იყო სათანადო კადრი და საათების სიმცირე ვისაც ჰქონდა, აი ფიზკულტურის მასწავლებელი შეიძლება გამხდარიყო რელიგიის მასწავლებელი. რამაც ძალიან ცუდი შედეგები დადო. ხო, მარტო მამაოჩვენოს სწავლა არ არის, ხო, უნდა განმარტება ჭირდება და სასურველია რომ რელიგია ასწავლოს რელიგიურმა პიროვნებამ და არა იმან, ვისაც ცოტა საათები აქვს სკოლაში. და ეხლა ამისთვის უკვე მომზადდა ძალიან გამორჩეული ახალგაზრდა მოძღვრები, რომლებიც უკვე სკოლებში შევლენ და დაიწყება ღვთის სიტყვის ქადაგება. იმიტომ რომ ეს რო ესე არ მოხდეს, გიორგი, თუ ჩვენ ბავშვებს სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ბიბლიას არ ვასწავლით, მერე ციხეში მოუწევთ მათ ამ ყველაფრის გაკეთება და ჯობია რომ სკოლებში ბავშვებმა გაიცნონ ღმერთი და უფრო კეთილშობილი, თავდაბალი და განათლებული ადამიანები გაიზრდებიან. და ამაზე უკვე სახელმწიფომაც იზრუნა და ეკლესიამაც იზრუნა. თუმცა ეს ყველაფერი დაიწყო 90-იან წლებში. ზარი არის კიდე ეთერში. მამაოს ეს ეთერი უფრო დაინტერესა, ვიდრე ჩვენ ვასაუბრეთ. გისმენთ? ალო, გისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. აი, ეკლესიური კაცი რეკავს თან სამეგრელოდან ალბათ, ხო? გისმენთ? ბატონო, ეს რატო არ უჩვენე ტელევიზიაში? ბატონო? ტელევიზია რატო არ უჩვენე თქვენი? ხო, რაღაც ადგილებში, ხო, რაღაც ადგილებში. ხო, არ ვეძებთ. არა, ხო, აბა თავიდან ცადეთ, იმიტომ რომ რაღაცა ხო, ხშირად ის თქვენ კითხვა დასვი გეხვეწები რამე ისეთ კარგ სიტყვი ახლა რა. არჩქოლაბე ისეთი გიშუროთ ჯანმრთელობას, წარმატებას, გამარჯვებას. დიდი მადლობა. ტელევიზია ჩაგვითეთ რომ ვინ დამორწეს საიდან. ხო, აუცილებლად იცით რა, მე მგონი ხა რაღაცა ის იყო რა, არ ვიცი, რაღაც პრობლემა იყო და აუცილებლად გამოსწორდება რა, სავარაუდო, დიდი მადლობა. მეც მადარდებს ეგ სხვათა შორის სამწუხაროდ ჩვენ და გაითიშა და ჩემგან დიდი პატივისცემა თქვენ და თელ სამეგრელოს საერთოდ და მეუფე სერაფიმე ისა გერასიმეს კიდე აუცილებლად დიდი მადლობა რომ არის ესეთი მაგარი კაცი რა და საერთოდ სასულიერო პირებს სამეგრელოში ვინც ხართ რა, დიდი მადლობა. იცით ხოლმე რა, როგორ უნდა დახვდეთ სტუმარს და ადამიანის საერთოდ როგორ დააფასოთ რა. და მამაო, თუ შეიძლება ხო აი ამასთან დაკავშირებით კიდე რომ ან კაი ამ თემამ ჩაიარა, იქნება, ყველაფერი იქნება კარგად და როგორ უნდა იყოს მამაო, ეხა როგორ მიხაიხ მეუფე სერაფიმე ვახსენ, ძალიან მაგარი მეგობრები ადამიანები არიან, რომლებიც გჩუქნიან ისეთ ხალხს, ეხა
ჩემი ლაშა არის ერთი წურწუმია იქ მამა ივანე არის ბორჯომში იქ არიან ადამიანები ისეთები რომლებიც დამიტოვა და აუცილებლად მინდა რომ ეს ადამიანს ვახსენო სხვათა შორის თქვენ უყარხართ ძალიან ბორჯომშიც და იმაშიც იმიტომ რომ ადამიანს როცა უჭირდა ზუსტად ვიცი რომ თქვენ მაშინ იყავით ის პირველი ადამიანი რომელიც ჩემი გადაცემიდან და არა მარტო აქედან გვერდში დაუდექი და აი ეგ არის ზუსტად თანადგომა და ეს არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ყველაზე მთავარი რაც არის რომ პირველ თქვენ მეუფე სერაფიმემაც ხო გითხათ მაშინ მადლობა გახსოვთ მამაო საპატრიარქოში შეგხვდა და ეს პირველივე გადაცემა ესეთი გავაკეთე და მადლობა რა მეუფე სერაფიმე ეხლაც უყვართ ბორჯომში ყველას უყვარს არა მარტო ბორჯომში თელ საქართველოში ხო აი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს რომ ამხელა რაღაცა გააკეთა ჯერ სერაფიმ საროველს მთელი ის მოაწყო და რა ვიცი ბორჯომში დღეს რაც კი არის ისეთი რომ თავის სასულიერო პირებიანი მიანად ყველაფერი მის ხელში გაკეთდა მაშინ და მადლობა ღმერთს და მადლობა იმ ადამიანებს ვინც ესე რაღაცნაირად დაუდექით გვერდში გულწრფელად რა უღრმესი მადლობა ყველას რა ძალიან მაგარი ადამიანი იყო და რავი მის გასახსენებელს კიდე გავაკეთებ აუცილებლად ნოემბერში უწევს რაღაცები და ესე რაღაცა დრო გადის და ჩვენ ესე უნდა ვიცხოვროთ რომ მე რო გარდაიცვლებიან აუცილებლად ლაკორიანელი ძალიან მეყვარს ეს რაიონი და რაღაცნაირად ვაპირებ რომ დარჩენილი ცხოვრება მე მომავალში იქით ხშირად ჩავიდე ხოლმე დიდი მადლობა მართლა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიას მაგრამ საოცარი ხალხი არის და გადამყვნენ თან რა ვიცი და მამაოსაც სულ პატივს ცემთ ხოლმე ვიცი და მადლობა იმ ადამიანებს ეხლა ლაშა რო ახსენეთ ეგან აი ეგ სასწაული ხალხი არიან და უღრმესი მადლობა რა ვიცი ჩემ სისხლა და ხორცად მიმაჩნი ხართ ისე მიყვარხარ და მამო თუ შეიძლება აი თანადგომაზე რა სუყოვის აი ნახეთ მამო ამდენი ადამიანი რეკავს ხო როგორი ისა აქვს სიყვარული და ისა აქვს ხო და არის ხოლმე რაღაცა მომენტები ხანდახან ვიღაცა რაღაცას ვერ იგებს ისე როგორც საჭიროა აი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ იმიტომ ამასაც ხო ატანა და დატევა უნდა ხო აი თუ გახსოვს გიორგი, როდესაც საპატრიარქოს ტელევიზია ყალიბდებოდა, უწმინდეს ეკითხებიან რა დავარქვათო ტელევიზიას და ერთსულოვნება დავარქვათ და მე მაგალითად არ მომეწონა და გამიკვირდა რომ რატომ უნდა თქვას მეთქი ტელევიზიას ერთსულოვნება და მე თანდათანობით რა თქმა უნდა უწმინდესის ნათქვამი მე და მე წინი ხედებოდა ჩვენ აქვე გავიგეთ რომ აი ეხლა წარმოიდგინე რომ აი აქ ეხლა მე და შენ ასე რო ვფიქრობთ ზუგდიდში, ბორჯომში, აბასთუმანში, იმერეთში აი და ერთ სულოვნება რო იქნება და იმიტომ რომ მოусმენთ ერთმანეს კი არ განვიკითხოთ არამედ როგორ გადავარჩინოთ ადამიანთა სულები როგორ მოვაქციოთ ბავშვები როგორ გვიყვარდეს ოჯახები როგორ დავეხმაროთ ღუდლებს, როგორ დავეხმაროთ გაჭირვებულებს, როგორ დავეხმაროთ ემიგრანტებს. თუ და გვავიწდა მე და შენ ახლა ჩვენი ემიგრანტები. გეშელები. აი მაგიტომ დარჩა მეორე საათი ზუსტად, აი. გამიჩალიჩი. აი მარტო მაგიტომ ჩემო გიორგი, იმიტომ კი იცი რა არის, თუ კი განკითხვა გვიადვილება. რა მარტივია რა თქვა ცუდი ჩემზე ახლა, ხო, რომ რა არის რა ბოლო რა წაიღო, რა ტვინი, ხო, რა სკეკულუცობს და რა სიმაშო. მოდი რა ისეთი რამეზე ვისაუბროთ, რაც საერთო გვაქვს. საქართველოში ერთსულოვნება როგორ უნდა იყოს, გიორგი, თუ არა ქრისტეში და ეკლესიაში, ხო? აუ, გაითიშა ზარი იყო და აი პოლიტიკაში ერთსულოვნება არა. და ეკლესიაში უნდა იყოს ერთსულოვნება. ეკლესიაში რატო? ეკლესია მარტო ქართველები არ არიან. ეკლესიაში ყველა ეროვნების ადამიანი შეიძლება რომ გაერთიანოს. რა თქვა თუ ახლა ქართული ეკლესია დაუკარგავს სხვა ეროვნებების ხალხს, ხო? ეს არიციან. ადრე ავტოკეფალიის აღიარებაზე რომ მოდიოდა რუსეთი თქვეს რომ ეროვნულ ეკლესიის უფლებას გაძლევთ. რას ნიშნავს იცი? ეროვნული ავტოკეფალია რომ მარტო ქართველები იყვნენ ქართულ ეკლესიაში და დანარჩენი ადამიანები რამხელა ვერაგობა იყო რუსების მხრიდან, ხო? რას ქვია ეროვნული ავტოკეფალია? თან რამხელა ის არის რომ შეიძლება მოვუთხოთ. აი როდესაც ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ თბილისში მოღვაწე ღუდლები, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში და ასე შემდეგ არა, იმიტომ კი არა რომ მამა გიორგი განვეკითხოთ და მამა გრიგოლი განვეკითხოთ, არა რომ მამაო ესეთი რა თქვა ეხლა რომ მეც განვახორციელო ის და ქვეყანას და ეკლესიას უშუალოდ და გავაძლიეროთ. და არა ეხლა პასტაფურცელი დავიჭირო და ესა თქვა შეეშალა არა და მე დავწერო კომენტარში რომ მამაო ეხლა ეს შეცდომა დაუშვა და არა არიცის ხო რაც ერთი გვაქვს და ერთსულოვნება ის დავაფიქსიროთ, ის გავაძლიეროთ, იმას ჩავბეროთ სული სიყვარული რო გვაკლია.
მე რომ შენი სიყვარული არ ამქონდეს აქ არ მოვიდოდი გიორგი ვიცი არჩენა ამ დღეს ამდენი ხანი მებრძოდი რომ გინდოდა რომ ვეკამათა მაგრამ არა ხო აი გუშინი გამაფრთხილე რომ ოქტაგონზე გავდივარ და გუში გავგზავნე ფოტო ორი ბოქსი ორი დგანა ჩხუბობე რა მეთქი ხვალ მეთქი UFC-ის მეგონა შენ რა მე არიცი მე რა გავაკეთე ჩემს სულიერ შვილებს გავუგზავნე ილოცეთ მეთქი ჩემზე და ილოცა ხალხმა და ნახე კარგად გამოიყურები მამა ზარი არის ეთერში მაშინ გისმე გაგიმარჯობათ ბატონო გიორგი მივესალმები თქვენ სტუმარს დიდი მადლობა მამასთან მაქვს ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. დიახ. ახალ პატრიარქზე რო გითხრათ, აი რამე შეიცვალა ეკლესიაში, აი როგორ კარგი, რაღაც თქვენ რომ მრევლი ბრძანდებით? დიახ. ხო, რომელი ეკლესიის? ამაღლების. ამაღლების. ახალ პატრიარქზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება და იმასაც გეტყვით რომ ოდესაც იღუმენი ბრძანდებოდა იყო ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი და არის ძალიან გამოცდილი ბერი, არის მლოცველი ადამიანი, საოცრად თავდაბალი, მოსიყვარულე, მისი ყოფილი მრევლი დღეს კიდევ ნარიყალაზე დაბრძანდებიან და ჩემი სულიერი შვილები არიან და ჩვენი პატრიარქი, ახალი პატრიარქი თავის მოღვაწეობას იწყებს, ასე თქვათ, ეკლესია მონასტრებში გასვლით, როგორც თვითონ იქადაგა, რომ ის სულ სიონში და სამებაში კი არ არის, ხალხში გავიდა, ყველა უნდა რომ ყველა ეკლესია მონასტერი მოილოცოს და უშუალოდ ნახოს ჩვენი მსაუხლდელოება რა მდგომარეობაშია, ეპარქიებში რა ხდება, მონასტრებში რა ხდება, ანუ ძალიან ესეთი ძალიან აშკარა და ღია ნაბიჯები გადადგა, როგორც მე ვხედავ და ხალხში არის ძალიან დიდი სიხარული, ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება და მთელი საქართველო მალე იგრძნობს იმას, რომ ჩვენ ახალი პატრიარქი გვყავს და რომ ის სიყვარული, ის შემართება და ის მამობრივი სულისკვეთება, რაც ჰქონდა ყოფილ პატრიარქს, ერთი წუთი არ განელდება და ჩვენი ახალი პატრიარქი ამას სულს ჩაბერავს და უფრო დიდი მასშტაბებით და უფრო დიდი სულიერებით გაგრძელდება ახალი პატრიარქის მოღვაწეობა და ამას მე მგონი თქვენ თუ მრევლი ბრძანდებით უნდა ხედავდეთ უკვე და თუ არა და უახლოეს ხანში მთელი საქართველო ამას იგრძნობს და მე ამას უკვე ვგრძნობ. ამა თუ შეიძლება თანადგომაზე მინდოდა მე კიდე წეღარ ვსაუბრობთ და თანადგომაზე მინდა რომ ესე აი რაღაცა და როგორი ის არის იცით რომ აი მამა ვნახეთ ზოგი ეთანხმება იმას აქვე აი ზარებშიც ხო შევატყეთ ხო ვიღაც კაცმა თქვა ეხა პაისის ნათქვამი სიტყვები წამოიღე და ვიღაც მასე არ არისო და იწყებს მე არ არის მასეო და მე როგორც ვამბობ ისიაო მამაო და ანუ აი ხო არის არ გამოვეკიდებით ხო არა მაგაზე კი არ ვეკიდები უბრალოდ აი რატო არის მამაო ეს ერთსულოვნება რომ არ არის და იცი რა არის გიორგი ახლა აი მართლა ვაპატიეთ არ ვიძახი ახლა ამ ადამიანზე ალბათ სულიერად ბრმა უნდა იყო რომ ყოფილი პატრიარქის მოღვაწეობა ვერ შეაფასო და ანის სულისკვეთება ვერ დაინახო არა ეს არა ამას არ ვამბობ უბრალოდ ზოგადად ვიძახი რომ ვერ დაინახო ახლა შიო მესამემ როგორი შემართებით და როგორი სიყვარულით და როგორი რუდუნებით დაიწყო პატრიარქობა მე მგონი ახლა ამას შეკითხვის ადრე იცი არ იყო ტელევიზია საპატრიარქოს ტელევიზია არ იყო და ამდენი საშუალება არ იყო სოციალურ ქსელში არც სოციალურ ქსელი არ იყო რომ ყველა ამონარიდი ყველა ქადაგება გაეშუქებინოთ ახლა მე მგონი თუ ვინმე სოციალურ ქსელშია ძალიან ხშირად იდება მე პატრიარქ შიო მესამის ამონარიდები მისი მოღვაწეობა მისი აი როგორ მიდის ტაძარში როგორი სიყვარულით ხდება საღვთელოება მრევლი და ასე შემდეგ და ეს რა თქმა უნდა ასე გაგრძელდება და ამას ახლა მე მგონი ჩემი რეკომენდაცია აღარ ჭირდება გიორგი იმიტომ რომ ყველაფერი შუქდება ახლა ხო აი დღეს ესეთი სიტუაციაა რომ კარგიც და ცუდიც ყველაფერი შუქდება ხო და რა ვიცი ახლა მე მგონი რომ ამას მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ხედავს რომ ჯერ ყოფილი პატრიარქის მოსაყდრეობის დროსვე გამოიკვეთა რომ პატრიარქს უნდოდა რომ ეს პატრიარქი ყოფილიყო ჩვენი პატრიარქი და ამ ყველაფერს მე მგონი მთელი საქართველო უკვე ხედავს და ალბათ უკვე მსგავსი კითხვები აღარ დაისმება და უფრო ნათელი და უფრო შთამბეჭდავი იქნება ახალი პატრიარქის მოღვაწეობა და ამას ჩვენ ყველა ჩვენი თვალით ვიხილავთ თუმცა უკვე ყველა ხედავს ფაქტია ხო და ახალი რა ვიცი მე რა უნდა ვთქვა
ხო, ზარი არის ეთერში კიდევ და გისმენთ? რა გამარჯობთ. გაგიმარჯოთ. ტელევიზიაში ვარ, ხო? დიახ. აი, კითხვა მინდა პასუხი სკოლაზე, პატრიარქად, ახალ პატრიარქად დაკავშირებით რო იყო. მომენტ რამიდა ეთიროხა. აი, 70 წელიწად იყო ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. და ბერმა არის ის 50 წლის განმავლობაში აღდებოდა და მე ვიდა ჩემი სახელმწიფო გამოდიებიდან თქვა რომ შედეცხოვეთი 80 წლების ბოლომდე სიძე და ფულსაკრებდა იმაზე რა ქვია ნატრობის ამბავში და ეს პატრიარქი გამოასწორა ყველაფერი და თავიდან ვაზით ეკრიტიკი არ იყო ოპენილი ზები კი ბატონო და პატრიარქი რა გაკეთა ის აბა ხედავთ ეხლა და მანამდე რა იყო მოგერფედა და აბა და ვასაზოთ ამ ახალ პატრიარქს იქნება რასაკეთებს ხო კი არა ისა რა ქვია მაგაზე კი არა უბრალოდ ხო არა ჩვეულებრივად უბრალოდ რაღაცას იკითხეს რომ რაღაცა ნუ არ ვიცი შეიძლება მხოლოდ ელიც იყო და იკითხა მე ვფიქრობ რომ უფრო 50 დელი რეკავი არა ხან არის ხო მადლობა რა ვიცი რამდენი ადამიანს აინტერესებს მადლობა ძალიან დიდი მადლობა კიდე ზარებს აუცილებლად მივიღეთ მე მგონი თან თითქმის დასრულებისკენ მიდის ის რა ქვია ესეთი დრო არის და მამაო თუ შეიძლება აი ამ ერთობას და იმას სხვათა შორის მამაო ის ქონდა რომ ძალიან უღრმესი მადლობა კაი ადამიანი ხარ და მაღლა როგორი ის იმას აქნა ეხა ილია მეორემ რომ სასიყვარულოდ ყველაფერი გაგვიმზადა დაგვიტოვა და აი ძალიან მტერი უნდა იყოს შენ უბრალოდ საქართველოსი რომ ეხა ერთმანეთი შევიძულოთ ჩვენ და ასეთ ყველაფერზე მე მგონი პასუხი გაცემული არის და აუცილებლად გეხვეწებით ერთმანეთი მთავარია რომ დავინდოთ იმიტომ რომ ხვალ დიდსაც და პატარასაც ყველას აი არ არსებობს იქ თანამდებობის პირი იქნები თუ ვინც არ უნდა იყო ხო ერთი მიწა შეგჭამთ ერთი მიწა გაგვაერთიანებს და აიმიტომ არის ერთ ეპოქად მოვიხსენიებით ჩვენ და რავი ბევრი ისეთი მომენტი იქნება რომელიც მე შეიძლება ჩვენ შეგხვდეს ღვთის წინაშე რა და ამიტომ აი აქ პატარა რაღაცეებზე ერთმანეთს უნდა დაუთმოთ არ უნდა გამოვიკიდოთ და ერთმანეთს უნდა დავინდოთ და ერთმანეთს უნდა გვიხაროდეს წარმატება და წისვლა რა გიორგი აი დიახ ძალიან მარტივად მინდა ეხლა რომ შეიძლება მაყურებელმა ვერ შენიშნა რომ შენ გიდევს ჭიქა და სპეციალურად არ ვიცი ან შემთხვევით არ მგონია რომ სპეციალურად შემთხვევით ჩემი თავი გიდევს წარმოჩენილი რომ მე ვჩამდე და უწმინდესი და შენ ხარ გვერდზე. აი, ეხლა ეს ხო ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ თავდავალი კაცი ხარ. ზოგიერთი წამყვანი უნდა რომ გამომიყვანოს. ზოგიერთი წამყვანი პირიქით შეაბრუნებდა და თვითონ თავის თავს წარმოაჩენდა, ხო? ნახე მამაოს ის მაგს, ხო, ზუსტად და როგორ შეამჩნია, ნახე. რას ქვია შევამჩნია? მაინტერესებდა შეცვლიდი თუ არ ზარი შემოუშვა. მთელი გადაცემა გაგვირდებოდი და არ შეგიცვლი. არა, მაგას როგორ თან არასწორად აბრაზებული ყო და შეგებრუნებინა, ხო? ანუ რა მინდა ვთქვა, ჩამოკარგებო რეზიუმის სახით გიორგი, რომ საქართველოს ყველაზე ძალიან გვაკლია გიორგის სიყვარული, ერთსულოვნება და თავდაბლობა. აი ზუსტად ის კითხვებიც იმიტომ გაჩნდა, რომ მე ამდენი ხანი ვაკეთებ ამას და წარმატებული არა ვარ და იმა რა მარტივად მიაღწია. ამაზე ნუ ვიფიქრებთ. აი ჩემი სულიერი შვილი მოვიდა ერთხელ გიორგი და არც თუ ისე მაღალ თანამდებობაზე ერთ-ერთ აფთიაქში, ქსელში. და მამაო ახსარებაში მეუბნე, მამაო იცით ის ჩემი თანამშრომელი რომელიც ძალიან გაუნათლებელია ჩემზე, უცბად დააწინაურეს და შემშურდა. მე თქვა დამშვიდი, შენ თუ არ შეგშურდება და შენ თუ მიხვალ და მიულოცავ, მალე შენს დაგაწინაურებენ. ზუსტად რამოდენიმე თვეში მოდის და מחარებს, მამაო რა მართალი ბრძანდებოდით და აი გავბრაზდიო. მე თქვა დამშვიდი რა, შენ რა ღმერთს ვერ ხედავს? რატო როგორც კი შენ შეგშურდება, უკან და უკან წახვალ, შენი ფერის სვალება მოხდება მუქ ფერებში. და თუ მიულოცავ და კი არ იტყვი რომ ეს შტერი უნდა იყოს წინამძღვარი, ეს შტერი უნდა იყოს დეპარტამენტის თავმჯდომარე და მე უნდა ვიყო რიგითი ოპერატორი და თუ მართლა მიულოცავ და იტყვი რომ გილოცავ ჩემოკარგო, მალე შენს დაგაწინაურებენ, მაგრამ თუ პირიქით მოხდება აუ რა მართალი თქვი. კაი რაღაცა ესეა ჩემო გიორგი, ესეა და როგორც კი არ შეგშურდება გიორგი, შენს მალევე გეყოლება კარგი მანქანა. შენს მალე გეყოლება კარგი ოჯახი, შენს გეყოლება გექნება დიდი ხელფასი. თუ არ შეგშურდება,
როგორც კი შეგშურდება, რაც აქ გაქვს, იმასაც დაკარგავ. შენ არ გეუბნები მე. კი, უბრალოდ შურიან ადამიანებს მიმართავ. არა, ხო, მამა, უბრალოდ რა არის, აი ხანდახან არის ხოლმე, რომ მაგალითად 100 ბავშვის ხელში არ უნდა მოხდეს რა, იმიტომ რომ ცეცხლს გააჩენს და ეხა ამის თქმის უფლებაც აქვს ადამიანს, ეხა აი მაგალითად თელ ცხოვრება რომ სიტყვაზე რაღაცა ჯარისკაცი ვარ და მაგარი ტიპი ვარ და ვიღაცა 8 წლის ბავშვს რო დანიშნავ ჩემ უფროსად, შეიძლება ეს არ მოეწონოს ადამიანს და შეიძლება ხო ხდებით აი ეს კუთხეც ხო, ესეც რაღაცნაირად და აი მაგას კითხულობენ უფრო თორე როგორ უნდა შეგშურდეს. დავანებოთ მე არ უნდა შემშურდეს. აი წარმოიდგინეთ მამა აფთიაქში რომ არასწორად დანიშნავენ ვიღაცას უფროსად და არასწორ რეცეპტს რო დაწერს მე ხო შეიძლება დაღუპოს ვიღაცა. უფროსები რეცეპტებს არ წერენ. არა, სიტყვაზე გაცა წამალი ხან ანუ იქ არ ჩამყვე. ხო ხდები რასაც ვამბობ მამა. მიხვდით აი მაგალითად ჩვენ თუ სხვისი წარმატება არ შეგშურდება, ჩვენს გავხდებით წარმატებულები. კი. ზარი მოდი უპასუხოთ. გიას გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობათ. გაგიმარჯოთ გენაც. გამარჯობა. გიორგი და მამა გიორგი მოგესალმებით. დაგლოცოთ ღერთმა. მე მინდა დაზუსტება უბრალოდ. თუ სწორად გავიგე. წელს სექტემბრიდან შედიანო თქვენ ბრძანეთ მამაოების სკოლებში და უნივერსიტეტებში. დიახ. ზუსტად არ ვიცი სექტემბერი, მაგრამ უკვე ვიცი რომ გადამზადებულები არიან და ძალიან მალე დაიწყება ეს პროცესი. ეგ ზუსტად მადლობა. მადლობა თქვენ, მადლობა პატრიარქს და მადლობა მთავრობას. ძალიან გახარებულია. სადაც შეიძლება იქ არის ყველაფერი აქ აბსოლუტურად. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, გაიხარ. ხო, უფრო მეტი შეიძლება ვისაუბროთ, დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული, იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის სკოლაში ნებისმიერი მოძღვარი შეუშვა. ხო, იმიტომ რომ საკმარისი განათლება არის ამისთვის საჭირო და საერო განათლებაც უნდა კონდეს იმ მოძღვარს, რომელიც სკოლაში იმოღვაწევებს და ამისთვის შერჩეულია 100-მდე მოძღვარი, როგორც მე ვიცი და ძალიან მალე უკვე ისინი თავიანთ ფუნქციას აღასრულებენ. აი მაგალითად ეხლა მე ვაპატიეთ მეს რო ვიძახი 2002 წელში SDAS-უ გაგიგიათ ყველას. დიახ. ასეთი სასწავლებელი არსებობს, იქ ვიყავი, საღვთისმეტყველო ფაკულტეტი იყო. მამა მიქაელ ბოტკოველმა წარმადგინა და როგორც კი მოვიდა ის რეჟიმი, მაშინვე გააუქმეს მსგავსი კათედრები ყველგან და დაიწყეს მითოლოგიის სწავლება და აისახა ქვეყანაზე უკვე მე როგორც კი რელიგიური საათები და რელიგიური ურთიერთობები შეწყდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოს უკვე დაეტყო ფაქტის სახეზია ეს ყველაფერი, ხო? გასაგებია რომ ჩვენ ცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სეკულარულ სახელმწიფო ნიშნავს რომ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეში და ეკლესია არ ერევა სახელმწიფო საქმეში, მაგრამ ეკლესია სახელმწიფოში არის როგორც სული სხეულში. და ეკლესიის გარეშე სახელმწიფო არის უსულო გვამი. და არაფერი არა. ეკლესიის ისტორია რომ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან და გამოვაცალოთ, არაფერი აღარ დაგვრჩება, ხო? და თუ კი წარსულში ეკლესიასთან ერთად სახელმწიფოებდა და ძლიერი იყო, როგორ შეიძლება ახლა სახელმწიფო ეკლესიის გარეშე იყოს ძლიერი? წარმოუდგენელია, შეუძლებელია. შეიძლება გარეგნულად იყოს ასე, მაგრამ ესეა და ჩვენმა არსებულმა ხელისუფლებამ ძალიან გონივრული ნაბიჯები გადადგა და ეკლესია ბრუნდება სკოლებში. უმაღლეს სასწავლებლებში და ეს არის ძალიან მისასალმებელი და ძალიან დადებითი. არ შეიძლება რომ ეს არ თქვა გიორგი უბრალოდ რა და აგერ უკვე უხარია ხალხს და მადლობა ღმერთს რომ ეს უკვე მალე ქმედებაში განხორციელდება ეს ყველაფერი. მაგრამ მე თუ შეიძლება ახლა მე მინდა ყველას მოგმართოთ რომ გიორგი დარასელიას მინდა რომ ყველა მადლობა მოუხადოთ რომ ეს ადამიანი უანგაროდ ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე უკვე წლებია რომ კინოსახლიდან დაწყებული მაცადე მე არ შენ ხო არ გიშლიდი კინოსახლიდან დაწყებული წეგან მეუბნებოდი რა კარგი იყო მეთქი კიდე რომ დავიწყეთ და მე კოლმეურნეობის მოედანზე ვიყავით და ყველგან დაგდევთ ან ხო გიორგი გიორგი გავამხნევოთ გიორგი გავაძლიეროთ გიორგი დავლოცოთ ხელი შეუწყოთ ამ ადამიანს რომ უფრო უკეთესი გადაცემები იყოს უფრო სულიერება, უფრო მეტი ცოდნა და უფრო მეტი თანადგომა გიორგი დარასელიას. გიორგი დარასელია უყვართ ემიგრანტებს,
გიორგი დარასელია უყვართ ატიმრებს და მსჯავრდებულებს, გიორგი დარასელია უყვართ მრავალშვილიანებს და გიორგი დავასელია უყვართ ეკლესიის ყველა მრევლს. რამე თქვი არასწორი გიორგი? არა, კიდე მეჩვენები ამის მერე? არა, არ ვიცი, ეხა რაღაცა, აქ რაღაცა დამიშავე, ყოც ვერ აი ესეთი რაღაცა მე მივხვდები რა, რაღაცა გამიკეთე რა სასწაულო. არა, ძალიან დიდი მადლობა მართლა. რამე თქვი არასწორი? არა, მართლა ხალხისგან რაღაცა შეიძლება გამოვტოვე. ხალხისგან გიორგი დარასელია უყვართ სპორტსმენებს და პოლიტიკოსებს მაინც და მაინც არ უყვართ. ხო, არა, ხო. პოლიტიკოსებს და მდიდრებს მაინც და მაინც არ უყვართ გიორგი დარასელი. იმიტომ რომ ამ ხელთ იმათ ძალიან ხშირად. მადლობა მომო, თქვენ მართლა თქვენ რო არ იყოთ მე ამოჭერი თუ გინდა ეს და დადე შენ. არა მომო, რა სამხო, მაგას დავდი მე იტყვიან კანდიდატების მანია და მაშინ მე ამომიჭერი და მე შემგვერდე დავდი. არა მომო, რა სამხო, ეს ჩვენ ერთი არა, რამე თქვი ზედმეტი არ არის ასე. ჩვენ ეკლესია. მე ძალიან ბევრ ადამიანმა გამიცნო შენი გადაცემებით გიორგი და მადლობა არ გითხრა. მადლობა. რა კაცები იქნები რომ მადლობა არ გითხრა, ხო? მადლობა. არ ვიცი შეიძლება აღარ მომიწვიო აქ არასოდეს მაგრამ არა, რა სამხო, გითხარი რომ ასეა რა. პირიქით მომო, მადლობა თქვენ დიდი რომ თქვენ არ უბრალოდ მე რაც თქვენზე უნდა მეთქვა. რაც ხარვეზები ხონდა და გააქვს იმაზე მუშაობ, კარგად მუშაობ და გამოგდის. ხარვეზების გარეშე არ ჩენ ხარ, არც მე ვარ, არც არავინ არ არის. ამიტომ ეს ერთსულოვნებით, სიყვარულით, თავდაბლობით, იუმორით შევაპაროთ ის რაღაც ხარვეზები, რომ უკეთესი წამყვანი იყო და უკეთესი მოძღვარი იყო, როგორც მე. ისე სხვა მოძღვრები, ხო? და იცი რა მიყვარს გიორგი, რომ შენ ძალიან ბევრ მოძღვარს მიეცი ასპარეზი, რომ არავინ რო არ იცნობდა 20 წლის წინ მამაო სად იყო მაშინ რელიგიური საერთოდ არხები არ ამდენ წელია რაც წამყვანი ხარ 2008 წლიდან 2008 წლიდან დაუბერდი თოთო ბავში მოვედი. ხო ძალიან მაგარი ანუ მაგარი არის ძალიან რომ ესეთი თქვენ რო ხართ იმიტომ და დიდი მადლობა ამ ტელევიზიას მართლა იმისაც რომ ამის საშუალება მოგცა იციათ რომ პატრიარქმა რომ მითხრა რაც თქვა ისრულდება და უღრმესი მადლობა რა პირველ რიგში რა და დიდი მადლობა თქვენ მამო გაიხარეთ და რა ვიცი არ შეწყვეტილი იყოს არასდროს პატრიარქის ლოცვა კურთხევა ჩემთვის არის ყველაზე მთავარი და მაგიტომ რაღაცას ყოველ წელს რაღაცა ხო იცი რომ ამბობ რომ აი ხა ბოლო წელია ბოლო და გავიდა 20 წელი მადლობა ძალიან დიდი თქვენ ბოლო წელი რატო უნდა იყოს მართლა არა იმას ვამბობ რომ სიტყვაზე ხო რაღაცას ხო აქვს ბოლო რა მაგრამ არის ხო აი ყოველთვის იმაში ვარ და მადლობა უღრმესი იმ ადამიანს ვინც გვერდში მიდგა ხართ აგერე ზემოთ ადამიანები მადლობა ობიექტივის ტელევიზიას რა თქმა უნდა მადლობა დიდი რა და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს გისურვებთ უღრმესი მადლობა მაგრამ ისეთი ხალხი არიან აქ მამაო თქვენ ხო ხედავთ როგორი დემოკრატია აი ნეტა სახელმწიფოში იყოს არავინ არ ერევა შენ საქმეში რომელი მღვდელი მოვა არავინ არ დაგაძალებს და არც არავინ აი ეს არის დემოკრატია ოღონდ აი უფლის წინაშე ვამბობ ამაზე და მადლობა ამ ყველაფრისათვის რა მე მიიღირს ეს ყველაფერი ყველაფრად რომ ვიღაცა შემამაჭირვებელი და შემაწუხებელი არ ყავს მადლობა მამაო თქვენც დიდი და ბედნიერებას გისურვებ და ბედნიერებას უსურვებ იმ ხალხს ვინც ხართ ირგვლივ ჩემ სირგვილ უღრმესი მადლობა რომ თქვენი თვარ ყველა მატერიალურზე ყველაზე მდიდარი ვარ მე იმიტომ რომ თქვენ ჩემი სიმდიდრე ხართ და მადლობა დიდი ყველაფერს გადავაჭარბე და მადლობა მამა გიორგი თეოდორაშვილ თქვენ ოჯახს მამაო დიდი მადლობა მრავალ ფერისწოლებას დაესწარით ყველა და თქვენ მეწვიეთ მეუღლესთან ერთად აუცილებლად ერთხელ მაშინ ეგ შენ პირდები ბანე ახაც მაქნა არა მაგას ვერ შეკვიდე ჩემი მეუღლეს მაგას ვერ შეკვიდები აი ჯერ მამა ალექსანდრე მოვიწვიოთ და მე ვნახოთ მადლობა დიდი უღრმესი მადლობა ყველას ბედნიერებას გისურვებ და მადლობა თქვენ მამაო დიდი მადლობა